საქართველოს შავი ზღვის აუზის ქვეყანა. შავ ზღვაზე საქართველოს გარდა წარმოდგენილია რამდენიმე სახელმწიფო. იცით თქვენ პრინციპში ეს ყველაფერი, მაგრამ მე თქვენის ნებართვით მაინც გავიმეოროთ ერთად. ბულგარეთი და რუმინეთი ორივე სახელმწიფო არ არის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები, ეგრა მაგის პასუხია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მაგრამ ეს სახელმწიფოები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან. ეს არის უფრო და ბევრად მძლავრი სახელმწიფო თურქეთი, რომელიც მსუყეთ მძლავრად არის წარმოდგენილი შავ ზღვაზე. ეს არის უკრაინა, რომელიც მოცემულ ეტაპზე შავი ზღვის ხმელეთის ნაწილის მცირე ნაწილს აკონტროლებს. ეს არის რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს დროებით, რასაკვირველია, ყირიმის ნახევარკუნძული და დღეს არა და ხვალ თუ არა ზეგ, უტრირებ ცხადია, 26-ში ან 27-ში მაქსიმუმ 28-ში უკვე აღარ. რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულს დაკარგავს. შესაბამისად, შედარებით მცირე დით იქნება წარმოდგენილი ის შავ ზღვაში კრასნოდარის მხარე, ქალაქი სოჭი იგულისხმება, კრასნოდარის მხარე, მცირე ნაწილი თუ ვიანგარიშებთ შავ ზღვაზე სახმელეთო გასასვლელი მას ექნება შავი ზღვის პერიმეტრის სულ რაღაც 10%. საქართველო, რომლის ტერიტორიის ნაწილიც სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული, თუმცა გარკვეული პროცესების შემდეგ თუ ისე წავიდა, როგორც მიდის, ან როგორც უნდა წავიდეს პროცესები ამ რეგიონში ფართოდ და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც, საქართველო მოახდენს საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას, როგორც ამისთვის გარდაულა აუცილებელია, რომ დეოკუპაციის მსურველი ხელისუფლება გყავდეს შენ დედაქალაქში, დე იურე ხელისუფლება პირველ ყოვლისა რასაკვირველია, ანუ კანონიერი ხელისუფლება. ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა არც კანონიერია. სახელმწიფო გადატრიალების მომწყობია 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან და გარდა ამისა, აი მომენტუმებსაც ვერ იყენებს და გამოიყენებს, რომლებიც ჩვენ აუცილებლად უკვე გვიდგას და მომავალშიც დაგვიდგა. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ახლა უნიკალური შესაძლებლობა, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ეს ხელისუფლება ევროკავშირს არათუ არ უახლოვდება, არამედ პირიქით განეშორება. ასეთივე ისტორიული დრო მომენტუმი რო დადგეს და აფხაზეთის დაბრუნების შესაძლებლობა რო გაჩნდეს, ეს ხელისუფლება ადეკვატური რასაკვირველი არ იქნება იმ მომენტშივე, გიბოდიშებთ სიტყვისთვის და ეს ორდუნდულა ხელისუფლება ცალი დუნდულით კიდევ ერთხელ ვიტყვი, გიბოდიშებთ ჩაისვრის ან უკან დაიხევს ცოტა უფრო კულტურულები, რომ ვიყოთ მოკლედ ბოლო ნაბიჯს, არც ბოლოს წინას და არც ბოლოს არ გადადგამს. რუსეთი მძლავრად არის წარმოდგენილი შავ ზღვაზე, მეთქი კი ვამბობ, მაგრამ მეორე მხრივ 2015-16 წლებიდან ნატომ განსაზღვრა, რომ შავი ზღვა ისეთივე ნატოს ზღვა იქნება, როგორც თავის დროზე გახდა ბალტიის ზღვა. ბალტიის ზღვაზე რუსეთი გადის განა არა, მაგრამ რუსეთი უსუსტესია. და 2015-16 წლებიდან ნატოს ვარშავის სამიტიდან დაწყებული ნატოელმა ჩვენმა პარტნიორებმა თქვეს, რომ ამ ზღვასაც მიაქცევენ დიდ ყურადღებას და მეთოდურად წინ მიიწევენ ამ პროცესში. მოცემულ ეტაპზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყირიმის ნახევარკუნძული ოკუპირებული კი არის, მაგრამ ადრე იქნება თუ გვიან კრიმ возвращается в родную гавань, ამ ფურცელს წარწერით კრიმ возвращается в родную ყირიმი ბრუნდება საკუთარ წიაღში, ანუ რუსეთში, ფურცელს აიღებენ და დაახევენ არაპირდაპირ მნიშვნელობით მოსკოვს. კრიმ не возвращается не в какую в родную гавань. ყირიმი არ ბრუნდება არანაირ სამშობლოში თუ არანაირ წიაღში, მშობლიურ წიაღში, დედის წიაღში. ეს ყველამ კარგად უნდა გავიგოთ. უკრაინა მძლავრად იქნება წარმოდგენილი შავ ზღვაზე და ამის მადასტურებელი არის ისიც, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ იყო თუ დღეს თქვა შემდეგი რამ. რუსეთმა შავი ზღვა უკვე წააგოო და მან გაიხსენა კუნძულ ზმეინის განთავისუფლებიდან დაწყებული და რუსული ფლოტის, რუსული პორტებისა და უკრაინულ ყირიმში მყოფი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ უკრაინელების ოპერაციებით გაგრძელებული ყველა ოპერაცია, ყველა ამბავი. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს სივრცე შავი და აზოვის ზღვების სივრცე ნამდვილად არ გახდება რუსეთისთვის დასასვენებელი ამ დგილი ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი და პრინციპში მართალიცაა ზმეინის ამბავი შეგვიძლია გავიხსენოთ ეს შეძახილი რუსკი военный корабль иди на და სამასოიე სიტყვა თქვენ იცით თუ ქართულად და თუ რუსულად, აგრეთვე უნდა გავიხსენოთ
22 წლის დასაწყისშივე მომხდარი უსაოცარესი ამბავი ეს მაშინ იყო ეპოქალური და ახლაც ეპოქალური ამბავია, რასაკვირველია, კრეისერ მოსკვას ჩაძირვა. უკრაინელებმა არა მარტო გააკეთეს, არამედ გაცხოვარია გაბედეს და ბუთქეს ამ კრეისერ მოსკვას და გაანადგურეს. ბიზინა ივანიშვილის გარდა პრაქტიკულად ყველა მოთამაშე რეგიონის მასშტაბით ხვდება, რომ რუსეთი მარცხ ხდება არა მხოლოდ შავ ზღვაზე, არამედ გლობალურადაც და რუსეთი შეიძლება საერთოდაც დაიშალოს კიდეც. ბიზინა ივანიშვილს იმდენად არ უნდა ეს ყველაფერი, რომ ამას არც იჯერებს. და ამასთან გამოკვებილი ამ გიჟური მითებით იმის თაობაზე, რომ რუსეთს აქვს რამ საიდუმლო იარაღი და ამ რამ საიდუმლო იარაღს გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ და ამით დაასრულებს ომს. ბიზინა ივანიშვილს კვებავენ პირები, საზრდოებენ პირები, რომლებიც მას ყურში უჩურჩულებენ ხოლმე, რომ რუსეთი უმძლავესი სახელმწიფოა ჯერაც და რუსეთს ასე მაგალითად აქვს ბირთვული ბომბის, ბინძური ბომბის, მათ შორის ბირთვული ბომბის გამოყენების უნარიც და შესაძლებლობაც. არა მხოლოდ ყურში ჩურჩულსა ისმენს ოლიგარქი ივანიშვილი, არამედ საჯაროდ როცა კი ჩართავს ხოლმე საკუთარ სონის თუ ტოშიბას, არ ვიცი რა ტელევიზორი აქვს, რა ფირმის ტელევიზორი აქვს, ჩართავს ხოლმე საკუთარ ტელევიზორს, იქ უთუოდ ჩართული აქვს რუსული არხები და ერთ-ერთ რუსულ არხზე გამოვიდა, ამაზე ადრეს ვილაპარაკე, სერგეი კარაგანოვი, ეს იმპერიალისტი კაცი, პუტინის არაოფიციალური მრჩეველი, თუმცა სასტიკი და უსასტიკესი, ვინც ის და პუტინზე მეტადაც ბევრი თქვენგანი მეტყვის და მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რაღაცა თავად ვერ იღებს განაცხადებას ბირთვული ბომბის გამოყენების თაობაზე, რუსეთის პრეზიდენტმა დელეგირება უნდა მოახდინოს და სამხედროებს დააკისროს ვალდებულება პასუხისმგებლობა უფლება მისცეს, რომ მათ გამოიყენონ ბირთვული ბომბი, სადაც ეს საჭირო იქნება და მე უკვე იმუქრება კარაგანოვი და ამბობს, რომ არათუ ტაქტიკურ, არამედ საერთოდ სტრატეგიულ ბომბს გამოიყენებს რუსეთი, იმდენად, რამდენადაც ამის საჭიროება, ამის აუცილებლობა იქნება. პუტინსაც ნათქვამი აქვს თავის დროზე. საჩემ, რა საჭიროა ისეთი სამყარო, რომელშიც რუსეთი არ იქნება და ცხადია გულისხმობს იმპერიალისტურ რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთი თუ იმპერია არ არის, ის სიცოცხლეს, არსებობას, როგორც ასეც წყვეტს. აქედან გამომდინარე მისი ბუნებრივი მოცემულობაა, რომ უნდა რომ იყოს იმპერია სხვათა მპყრობელი, სხვათა გამანადგურებელი, ამით საზრდოობს, როგორც რომელიმე სისხლის მწოველი ჭია, ტკიპა, ასე მაგალითად, რომელიც იბერება ვიდრე გასკდომამდე. კარაგანოვმა ისიც თქვა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას აზრი არ აქვს და მე უკვე დაიბუქრა არ მინდა შემეშალოს და ბერლინის განადგურებაც შეიძლება, ლონდონის განადგურებაც შეიძლება, არ მახსოვს მგონი პარიზი არ უთქვამს და გადასცდა ოკეანგაღმა არსებული მძლავრი ქვეყნის შეერთებული შტატების დედაქალაქსაც ვაშინგტონსაც უნდა დავარტყათ, თუ ამის საჭიროება იქნება და რაღაცა ამაზე მივდივართ, თუ ამაზე წავალთ, შესაბამისად დასავლეთი დაგვიშინდება და ყველაფერს დაგვითმობს, იგულისხმება უკრაინის დათმობა, მაგრამ მეორე მხრივ ამავე ინტერვიუში სკაბეევასთან კარაგანოვმა თქვა შემდეგი სხვა სიტყვების, კერძოდ მან თქვა, რომ ეს არ არის ბრძოლა დონბასისთვის, ამ უკრაინული სახელმწიფოს ამ ნაგლეჯისთვის, ეს არ არის ბრძოლა მთელი უკრაინისთვისაც კიო, ჩვენ სულ ვამტკიცებთ, რომ მე პირადად რომ ეს არის ბრძოლა მთელი უკრაინისათვის და ახალი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა რუსეთის მხრიდან. არა, ეს არ არისო, ეს არის რუსკი მირის, რუსული პარადაკის და რუსული სიმართლის მთელ მსოფლიოში გატარისა და დამკვიდრების თვის ბრძოლაო და პრინციპში ეს ერთ-ერთი კარაგანოვი ერთ-ერთი პირველია, ვინც ასე ღიად აცხადებს რუსული ამ გეგმის თაობაზე, თუმცა სხვებიც არიან, მაგალითად დუგინი, ხსენებული პუტინი ან პუტინის გარშემო მყოფები, ლოთები თუ არა ლოთები. ოფიციოზის წარმომადგენლები მაინც იშვიათად ან არ საუბრობენ, ან იშვიათად საუბრობენ, ასე ღიად კარაგანოვს ეს ვალდებულება, რომ ვინას კიბილი დააჭიროს, უბრალოდ არ აქვს. ივანიშვილს სწორედ ამისი ეშინია. ივანიშვილი უშვებს, რომ რუსეთი მართლაც გამოიყენებს ბირთვულ ბომბს ლონდონის თუ ვაშინგტონის წინააღმდეგ და შესაბამისად ყველაფერი დასრულდება, ოღონდ ჩვენ უნდა ვთქვათ. სულ რომ გამოიყენოს და წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც წარმოუდგენელია მათ შორის იმიტომაც, რომ ბირთვული კობინები რა მდგომარეობაშია, ობიექტური ექსპერტების თქმით, არც არავინ არის შესაძლოა ბევრი ბირთვული კობინი უბრალოდ ცხოვრიდან არის გამოსული, იმიტომ რომ მათი გამოცდა, მათი გამოყენება
მათი პრაქტიკაში გამოყენება უკვე 10 წლეულებია, გამოყენებაც არასწორი სიტყვა, გამოცდა მათი გამოტანა და გამოცდა 10 წლეულებია არ მომხდარა, შეიძლება ჩაჟანგებულია ყველაფერი. მაგრამ ესეც რომ არ იყოს და რუსეთმა რომ გადაწყვიტოს ამგვარი ბირთვული ბომბის გამოყენება უკრაინის თუ შუაგული ევროპის თუ საერთოდ ოკეან გაღმა ვაშინგტონის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, უნდა ვიცოდეთ რომ ომი როგორც ასეთი არა თუ არ დასრულდება, არამედ პირიქით გაათმაგდება. თუ მეორე მსოფლიო ომი მაინც წერტილდასმული იყო იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბირთვული ბომბების გამოყენების შემდეგ, ეს იყო ბოლო აკორდი, ბოლო წერტილი. ახლა ეს ბოლო წერტილი კი არა, სწორედ რომ მრავალ წერტილის დასაწყისი, მრავალ წერტილიდან პირველი წერტილი იქნება, ანუ 3 წერტილიდან პირველი წერტილი იქნება. ამას აუცილებლად მოხვება და მე გეტყვით, რაც მოხვება ხსენებული იაპონია, აუცილებლად დაიკავებს რუსეთის ტერიტორიის იმ 4 კუნძულს და ვინც იზრდა მეცაც, რომელიც სადავოა და აღმოსავლეთიდან შემოუტევს რუსეთს და გარწმუნებთ, მორალურადაც და ფიზიკურადაც უკვე დაღლილი, გათანგული, გამოფიტული, ყველა იარაღის გამომყენებელი რუსეთი იქ იაპონიას ვერ შეებრძოლება, მაგრამ ვიდრე იაპონია ამას გააკეთებდეს, მანამდე ჩინეთი შევა რუსეთის აღმოსავლეთში და დაიკავებს რუსეთის ტერიტორიას ძალით. რუსეთი ამას ვერ შეეწინააღმდეგება. მაგრამ მთავარი ადრესატი, ვისაც მოხვდება ეს ბირთვული ბომბი, მაინც და მაინც დასავლეთი კოლექტიური, ამის შემდეგ პირდაპირ მნიშვნელობით გაავდება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიმეტრიულ ან ასიმეტრიულ პასუხზე, ასიმეტრიული პასუხი შეიძლება იყოს ამგვარი ბირთვული ბომბი არ ვიცი, მაგრამ უმძლავრეს ყველა იარაღს დაუშენს რუსეთს, სწორედაც რომ დასავლეთი პეტერბურგისა და მოსკოვის პოლიტიკური ცენტრის განადგურების მიზნით. მარტივად რომ ვილაპარაკოთ, მოსკოვი როგორც ასეთი განადგურდება მისი ის ნაწილი, რომელშიც პოლიტიკური ხელმძღვანელობაა პუტინი, ხსენებული კარაგანოვი, ლავროვი, კალანტაროვი, ავისი მედვედევი, გერასიმოვი, სხვები, დუმა, არადუმა, მიშუსტინი, არამიშუსტინი და სხვები მიწასთან გაასწორებს დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატებთან ერთად ვიტყვი ასე, ან თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. საიდუმლო იარაღები, ან უმძლავრესი იარაღები დასავლეთ ევროპას მათ შორის რასაკვირველი აქვს, აქ გადამწყვეტ სიტყვას რასაკვირველია მაინც იტყვის უკრაინა, რომელიც აუხსნის დასავლეთს და არც დასჭირდება მას, რომ რუსეთმა რაღაცა ესნაბიჯი გადადგა, შესაბამისად მის წინაშე ახლა მუხლის მოდრეკვა არ შეიძლება, იმიტომ რომ მეორეჯერაც იზამს ამას და ამ შემთხვევაში მთელი ევროპა თუ გარუსდება, ხო უკვე საერთოდ აზრდაკარგული იქნება მომავალი ისტორია კაცობრიობის. ამიტომ კარაგანოვი კი იმუქრება, მაგრამ ეს მუქარა უაზროა, უსაფუძვლოა, არც პუტინი აპირებს გადაცემას ამ ბირთვული ბომბის გამოყენების უფლებისა სამხედროებს არ გადასცემს, არც კარაგანოვს დაუჯერებს. პუტინი თავს მოიკლავს. ან მოკლავენ თუ ამ გადაწყვეტილებამდე მივა, ეს ხო არ არის ერთი დღის გადაწყვეტილება, დღეს გავიღვიძე და შუა დღესაც ბომბს დავაჭირე, ბომბის გასრულას დავაჭირე თითუკა, ეს არის მთელი პროცესი, სხვა შორის აქვე გეტყვით, რომ მინიმუმ 9 და რეალურად კი გაცილებით მეტი წრე უნდა გაიაროს, ვიდრე პუტინის გადაწყვეტილებიდან, ვიდრე თითის დამჭერამდე. მართლა პუტინი ხო არ გაცუნცულდება სადღაც ციმბირში და თიც ხო არ დააჭერს წითელ ღილაკს. ამიტომ კარაგანოვი კი აშინებს დასავლეთს, მაგრამ დასავლეთს ამ დაშინებისა, ამ სიტყვებისა არ სჯერა და არც ეშინია შესანიშნავად იცის რა დასავლეთმა, რომ ეს რუსეთისთვისვე იქნება ძალიან ძიმე, მაგრამ ბიზინა ივანიშვილს რა ვუყოთ ამასობაში ჩვენ. ბიზინა ივანიშვილი როგორ დავარწმუნოთ იმაში, რომ რუსეთი ამის გამკეთებელი არ არის და თუ არის, კიდევ უფრო უარესი. მაგდახთა სამწუხაროდ რუსეთის მონადამორჩილი ბიზინა ივანიშვილი ამ ყველაფერს არ დაიჯერებს ამასობაში. პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ სატელეფონო საუბრის დროს მიიწვია მოსკოვში დონალდ ტრამპი, ეს უკანასკნელი, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და უჭიროს მხარი უკრაინას. პრეზიდენტ პუტინის მიწვევას რასაკვირველია დაუქნებს თავს, გადაუხდის მადლობას, მაგრამ მოსკოვში რასაკვირველია არ ჩავა. პუტინის მოედანზე თამაშის გაგრძელება ყველასთვის და მათ შორის ტრამპისთვის უკვე საბოლოოდ მიუღებელია. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ტრამპიც პუტინისაგან განსხვავებით უყურებს მედიის მეინსტრიმ დასავლურ საშუალებებს და არა მხოლოდ დასავლურს და ხედავს ან თვალყურს იმ ამბავს, რომ უკრაინაში ყოფი რუსები და არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ოკუპირებულ ყირიმში, აგრეთვე ოკუპირებულ ყირიმში ყოფი რუსები, რომელიც დე იურე უკრაინის ტერიტორია, რასაკვირველია, პირდაპირ მნიშვნელობით წივიან. გუშინ იყო თუ გუშინ წინ მეწავი ხეცნობა იმის თაობაზე, რომ უკვე
3 კილომეტრ ნახევრიანი რიგია ყირიმიდან გამომავალი მანქანებისა. ჩავარდა ყირიმი, როგორც ასეთი, ჩავარდა არა მხოლოდ ზაფხული, არამედ ყირიმი როგორც პროექტი. იქ რუსები დამბრუნებლები აღარ არიან აღარც მომავალ წელს, რომ ვიცოდეთ მაინც. არა თუ ყირიმი, არამედ შავ ზღვაზე არსებული სხვა რუსული, როდესაც ნამდვილად რუსული სივრცეებიც რუსეთს რეალურად დაკარგული აქვს. ჩავარდა სეზონი სოჩში და სხვაგანაც, რასაც რუსეთი აკონტროლებს. ეს სხვადასხვა ჩვენთვის ძალიან ცუდია, ხა დამატებით მოაწყდებიან რუსი ტურისტ ნაშობა ბათუმს, მანამდე აფხაზეთს და მერე უკვე ბათუმს, საჭარის რეგიონს და მთლიანად რუსეთდება მოსხოში ამ სეზონზე აჭარის რეგიონი, რომელიც ისედაც გარუსეთებულია. პუტინმა კი დაპატიჟა დონალდ ტრამპი, მაგრამ აქ იკითხაითო ტრამპი ამ მიწვევაზე მადლობას გადაუხდიდა მას, მაგრამ ყაბულ არ იქნება. ტრამპისთვის დაუშვებელია ახლა ჩასვლა რუსეთში და აუშვებელია მარტო მათ შორის იმის გამოც, რომ მან იცის ინფორმაცია, ის ფლობს ინფორმაციის იმის თაობაზე, რომ უკვე მოსკოვის თავზე, მოსკოვის ცენტრის თავზე სულ უფრო ხშირად დაფრინავენ უპილოტო საფრენი უკრაინული საშუალებები, რომლებიც ემუქრებიან და არ არის, არააზა 900 რუსებს აქვთ გამოთქვა, ნიეზაგარ არის 900 იქით არ არის დღე თუ წამი, როდესაც ეს უპილოტო საფრენი საშუალება დრონი მოსკოვის ცენტრშიც კი ჩამოვარდება, რომ ვიცოდეთ მაინც. უკრაინამ ამასობაში მოკლა 37 ოკუპანტი და გაანადგურა 285 დრონი, საარტილერიო სისტემა და სხვადასხვა სახეობის ტექნიკა. თავდასხმის ძალების გენშტაბი აღწევს ამ ინფორმაციას და გეტყვით, რომ გასრავად 37 კი არა 1337 შემეშალა 1337 ოკუპანტი გაანადგურა უკრაინამ გუშინ და ესეც მნიშვნელოვანია. რუსეთს სხვა გზა არ დარჩენია, გარდა ბირთვული ბომბის გამოყენებისა, აგრეთვე მას შეუძლია ხელფეხი უაზროთ იქნიოს ევროპის მიმართულებით, რაც ასევე არ არის გამოჩვეული და მე უფრო ამას ვერი და არა ბირთვული ბომბის გამოყენებას, მაგრამ მანამდე სადღაც სექტემბრისთვის რუსეთს შეელიან საყოველთაო და კიდევ უფრო დიდ მობილიზაციას კი ვერ უშველის, იმიტომ რომ რუსი ჯარისკაცების რეკრუტირება, რუსი ჯარისკაცების დამატებითი მომზადება უბრალოდ ვერ ხერხდება, არა მარტო არა, არამედ ვერც ხერხდება და რომ ვიცოდეთ მაინც, ეს არის საზარბაზნე მორიგი ხორცი. რუსეთს აქვს შესაძლებლობა ბევრი და მეტი გაუშვას, მეტი და მეტი საკუთარი მოქალაქე გაუშვას ფრონტზე, მაგრამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მოქალაქეების 98% სახლში ინვალიდადაც კი არ დაბრუნდება. ისინი უბრალოდ იქ დაიღუპებიან. ამადენად აი ეს ომი ამგვარ მოსახლეებს იღებს, რაც მეც დაბომბავს, გათავხედდება ისედაც თავხედი და ნაბიჭრული ქვეყანა რუსეთი უკრაინას, მით უფრო მეტად შემოუტევს აქეთ რუსეთს უკრაინა და ეს ამბავი რაც გითხარით გარდაუვალია, ანუ აფეთქება მოსკოვის ცენტრში. რუსეთი გარდაულად დადგება ამ საფრთხის წინაშე და რომ ვიცოდეთ მაინც უფრო მძიმედ წარიმართება სწორედაც რომ რუსეთისთვის ამ პროცესები 2026 წლის მიწურულისთვის 27 წლის გაზაფხულისთვის ყირიმი მართლაც განთავისუფლდება. ყირიმის განთავისუფლებიდან და ეს ჩემი სიტყვები არ არის. ეს არის ბევრი გენერლის, მათ შორის გენერალ ბენ ჰოჯესის სიტყვები. ყირიმის განთავისუფლებიდან ვიდრე დონბასის თლიანად განთავისუფლებამდე უკრაინას არ მინდა ვთქვა, რომ დღე-ნახევარი, არც იმის თქმა მინდა, რომ კვირა-ნახევარი ან თვე-ნახევარი, მაგრამ აი, მოდი ასე ვიტყვი, ნახევარი წელი დარჩება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთი საკუთარ მარცხს შეეპუება? არა. რასაკვირველი არ ნიშნავს პუტინი თუ კარაგანოვი, ლავროვი თუ მედვედევის სხვები და სხვები იბაქ-იბუქებენ, მაგრამ იხვა აქვს ასეთი. იქნებიან კი ისინი ხელისუფლებაში. იქნებიან კი ისინი რუსეთის მმართველობაში, მმართველობასთან. იქნება და იმ კარაგანოვსაც ზუსტად ისევე დაადებენ შუბლზე იარაღის ლულას, როგორც დაადებენ იარაღის ლულას პრეზიდენტ პუტინს. ვინ დაადებს? გენერლები. ვინ დაადებს? ოლიგარქები, რომლებიც ფულს კარგავენ და კარგავენ. ვინ დაადებს? უსეთ მოულოდნელად შეჭრილი კრემლში ვიღაც აქტივისტები, კი არა თამამი თავხედი ადამიანები, რომლებზეც ისტორია იტყვის, რომ ესენი მაინც კრემლში შევიდნენ იმიტომ, რომ რაღაც თეორიები განვითარდება. ხო, ალბათ ეს თეორიები, ამ თეორიების ნაწილი შესაძლოა მართალიც კი იყოს. მაგრამ ეს ჩანს გარდაუვალია. უკრაინა რომ არ დამარცხდა, იცით თქვენ და ხელისუფლებად წოდებული ბანდის გამოისობით საქართველოს რომ მარცხდება, ესეც იცით. ახლა აი ამ ისტორიულ მომენტუმს ჩვენ ქართული ხალხი გამოვიყენებთ თუ არა, ჩვენს მხაზე და მარიფატზეა დამოკიდებული.
გამარჯვება უკრაინისა გარდაუვალია. თქვენ და ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რას შორებით მაშინ, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს. აი იმ რუსეთის ასტატკებს იმპერიულობის ნასახი რომ შერჩენილი ექნება, ჩვენ ვტოვებთ საქართველოში. ეს მასე მოხდა, ამ შემთხვევაში საქართველოს როგორც ქვეყანა დასრულდება და ბოლო აკორდები, რას ნიშნავს ქვეყნის დასრულება. თუ პუტინი გადარჩა, თუ რუსეთი გადარჩა, საქართველოს რუსიფიკაცია გარდაუვალია. თუ პუტინი არ გადარჩა და რუსეთის დაიშალა, დასუსტდა და დამარცხდა და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაშიც კი აი მომავალს, ვინც მოვა პუტინის შემდეგ, ექნება ამგვარი მწველი სურვილი, რომ სადაც არის იმ მომენტისთვის გამაგრებული რუსეთი, ის ტერიტორიები შეინარჩუნოს საქართველოში, ის გამაგრებულია და მე იუაჭროს დასავლეთთან. რო იცით რა არის, უკრაინიდან გამომაგდეთ, სხვა სიტყვას არ წარმოვთქვამ, საქართველოს მაინც და მიტოვ ეთ. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ დასავლეთი ადეკვატური იქნება. ნახვამდის.